მოგესალმებით, ტელევიზია იკონტოს პატარა ჟურნალისტები. სესილი და თერტა თქვენთვის ახალგადაცემას გავწყვეტ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ეკატერინეა. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა. მოგესალმებით, ძვირფასო სესილი და ძვირფასო თეკლა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვლოცავ თქვენს ტელევიზიას ახალ 2026 წელს წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი და პედაგოგი გყავთ, ქალბატონი მანანა გაბრიჩიძე და ვუსურვებ ულევ წარმატებას, განვითარებას ამ ტელევიზიის და დიდ მიღწევას. 26 წელია ზრდის ნორჩ ჟურნალისტებს. მას მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული, თუმცა მის მთავარ პროფესიად ჟურნალისტობას მიიჩნევს. ნომინაციაში გამოცდილება და ხარისხი 2023 ჯილდოვდება ქალბატონი მანანა გაბრიჩიძე. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო აი ამ ორ ძვირფას ქალბატონს, რომლებმაც მართლა მოგვეცით ძალა ჩვენ ქალბატონებს, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ. მინდა ნათიას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მე ერთ დროს BBC აკადემია გავასწავლე. მადლობა ამისთვის შენ. არ მინდა გამომრჩეს ჟიურის წევრები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად გავხდარიყავი მე თქვენი გუნდის წევრი და მადლობა ყველას აბსოლუტურად. მართლა საოცარი საღამოა და ადამ ქალბატონებს მართლა გჭირდება აი ესე რაღაცა ასე ვთქვათ შექება, წახალისება და მადლობა ამისთვის თქვენ. მე რაც შევეძრება ყველაფერს გავაკეთებ და როგორც ლიდერი ქალი კიდევ ერთხელ ვაჩვენებ ნებისმიერ ქალბატონს თუ როგორ შეიძლება იყოს ლიდერი ქალი. წარმატებები და უამრავი წარმატებები. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტების ფონზე მიულოცოთ მას ეს ნომინაცია, გილოცავთ. აქვე მუსიკა და აქვე ფოტო, რომელიც სამახსოვროდ დარჩება მას. დიდი მადლობა. აპლოდისმენტები. ცოტა რამ გვიამბეთ თქვენ შესახებ. მყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. დავამთავრე უცხოენები თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაშინ ინსტიტუტი ერქვა, უცხოენების ფაკულტეტი. არ ვიცი ჩემს შესახებ რა გიამბობთ, რა გაინტერესებთ. მე დღეს მოვედი ჩემი ლექსებით თქვენთან, წაგიკითხავთ ერთ ლექსს და იქნებ შეგექმნათ ჩემზე შთაბეჭდილება და დრო და დრო თქვენს კითხვებს. რაღაცნაირად გადავჯიშდით, გადავსხვაფერდით. აღარ ცინდისის ქენჯნა გვტანჯავს, თითქოს დავნებდით. ამ განუკითხავ დროის რბოლას, აწმყოს ავბედიც. იქნებ სასწაულს მოველოდით ფერის ცვალების, რომ მოგვეხადა ღვთის წინაშე ჩვენი ვალები, ან იქნებ უკვე დრო მოვიდა გარდაცვალების, დამალევინეთ ეშვით წყალი მეუკვდავების, მინდა ახლიდან დავიბადო ღმერთის თვალებით. რომ გავარჩიო შეუცდომლად ცოდვა მადლები, ან იქნებ ვინმე მართლა მითხრას ხვალ ჩვენ რაგველის, სინდის ნამუსი გადაგვირჩეს რჯული ქართველის, რომ დავაფასოთ დიდი ღვაწლი ჩვენი გამზრდელის, იქნებ დასრულდეს ჯოჯოხეთი მზაფხულ ამბების, რომ დავიბრუნოთ ის სამოთხე ჩვენ წინაპრების, ადამ დაევას რომ ებარათ სულის კარები, ვიდრე ეშმაკმა არ შეუღო მათ დარაბები. დამღალა ცქერამ პირფერობის ამ პარტავნების, კმარა შევირგოთ მადლი ღვთისა, მადლი გამჩენის, რომ აღარასდროს აღარ ჰქონდეს ვინმე სათქმელი, დაიყოს მუდამ საამაყო სული ქართველის, რომ არასოდეს აღარ შეგვწვეს აღარაფერის, წმინდა მიწაზე ღვთის წყალობით დავიარებით, დე იყოს ღმერთი, ძე იესო, ჩვენი მფარველი და დედა ღვთისამ დავიფაროს ყველა ქართველი. როდის დაიწყო თქვენი ჟურნალისტური კარიერა? რაც შეეხება ჩემს ჟურნალისტურ კარიერას, დაიწყო თრიალეთის ტელევიზიიდან. ვიყავი წამყვანი ერთ-ერთი გადაცემის ყვითელი მიქსი. ვიმუშავე თითქმის 2.5 წელი. ახლა მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა YouTube არხზე, დროის კადრები ეკა ბერიძესთან. ფილმი რომელიც დაწერეთ სიმართლეზეა?
საერთოდ გულწრფელი ადამიანი ვარ ცხოვრებაშიც, არა მარტო ჩემს ნაწარმოებებში და ყველა ჩემი ლექსი თუ რამ დამიწერია არის აბსოლუტურად გულწრფელი და სიმართლეზე დაფუძნებული. მოდი ცოტა რამ გვიამბე თქვენ შვილებზე და შვილიშვილებზე. ყავს როგორც უკვე მოგახსენეთ ორი შვილი, გოგონა 28 წლის და ბიჭი 22 წლის. გოგონას ყავს უკვე შვილი, ასე რომ არ უკვე ბებია. პატარა ბიჭუკელა ყავს შვილიშვილი, წინახევრის ქვია ითანი. ითან ჯეიმსი, ასეთი სახელი აქვს. მამა შვედი ყავს, შვედი სიძე მყავს და ასე უნდათ, უფრო მეტი სახელიც უნდათ შვედეთში ყოფილა ასეთი კანონები, მაგრამ საქართველოს კანონით არ მიეცათ მეტი სახელის უფლება. მიწევს ხანდახან თვათ ესეთი არ მაკავებენ ძალიან ბებიის რანგში, ხშირად არ ვარ, მაგრამ ხანდახან მიწევს ხოლმე ბებიობაც, ასე ვთქვათ. ამას გამარტავ რატომ ვამბობ, რომ ხანდახან მიწევს ბებიობა, ლექსიც კი დავწერე ასეთი ჩემ შვილიშვილზე, როგორი თინეიჯერი ბებო ვარ. აისეთი პატარა ლექსი მაქვს, გათენდა 4 ივლისი, გააკაშკაშა თბილისი, გაჩნდა პირველი მზისშვილი, ბებუკას ყავს შვილიშვილი, 50-ის ჯერ არ ვარ, ასაკთან მქონდა ჭიდილი, თინეიჯერი ბებო ვარ, ახალგაზრდობა მისჭილი. ვით რასაც მაგან ცხოვრობდით, ძალიან გიყვარათ საქართველო და ამიტომ დაბრუნდი. ძალიან კარგი შეკითხვა იყო, რა თქმა უნდა საქართველო ძალიან მიყვარს და ვიყავი სამგზის ემიგრანტი, საკმაოდ ბევრი წლები საქართველოს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში და ყოველთვის მინდოდა დაბრუნება. ეს იყო ჩემი უპირობო სურვილი. აბა გისმენთ, გულმოდგინეთ. საქართველო რომ იცოდე, როგორ მტკივა შენი სახე, შენი სული და სხეული, სიზმარში სნეული ვნახე, რა არ ხატე, რა არ ვცადე, საშველი ვერ დავინახე, ტკივილი ვერ გავიქარწყლე, მონატრება ვერ გავფანტე, ღვთისგან ერთი პაწაწინა, წალკოტი რომ ჩავიბარეთ, ნუ თუ ისე უძლურნი ვარ თავისგან ვერ დავიფარეთ, ნუ თუ ღმერთი გაგვიწყრა რომ ნაწილ დავიშალეთ, ქართველებო, ახლა რა გჭირს, ჩვენ ხომ იესო ვიწამეთ, იქნებ გვეყოს რაც ვიწვალეთ, იქნებ გვეყოს რაც ვიტანჯეთ, შენი ერთი გაბწყინება მომავლის გზას გაგვინათებს, რომ არ გავდეთ დაჭრილ ცხოველს, ან კი თევზებს პირდამშრალებს, დედაღვთისამ გადმოგხედოს დაგიბრუნდეს ძველი სახე, უბედობა რატომ გერჩის, რატომ გჩაგრავს, რად გაწამებს, წრებმა საუკუნეები გჯიჯგნეს, რა არ დაგიშავეს, სადღაც ქოქოლა გვაყარეს, სადღაც ჭორი დაგვიყარეს, სადაც სიკეთე დავთესეთ ყველგან მტრობა გაგვიჩაღეს, სიყვარულით დავიხარჯეთ, სიყვარულში დავიღალეთ, სადაც სუფრები გავშალეთ, ვისაც გული გადვრუშალეთ, ყველა მზურგში დანაჩავცხო, სიკეთე ვერ დაგვიფასეს, ამ პატარა ქვეყნის მიმართ იმედები დაისახეს, დაგვსაქსეს და დაგვაშორეს, მაგრამ მაინც ვერ გაგვაქრეს, ვინც ჩვენი მზე მოინდომა ერთი სხივიც ვერ ჩააქრეს, დაგვასვენეთ, მოგვასვენეთ, დაგვანებეთ ჩვენი მხარე, ეს სამოთხე ჩვენია და თქვენი არაფერი გმართებს, ყველგან მტრობა, ყველგან შური, ღმერთო როგორ დავიღალე, ნუ თუ ისე ჩამოვნელდა რომ სიკეთეს ვეღარ ვარჩევთ, რაც არ უნდა შეეცადონ, მტერი ქართველთ ვერას გვავნებს, მშვიდობა და გაბწყინება ელოდება ჩვენს სავანეს, სულ რომ ჯვარზე გააკრანდა, სულ რომ დაწვან ცეცხლის ალზე, იმდენ ძალას მოიკრებს რომ ვით იესო მკვდრეთით აღსდგეს, საქართველო, კმარა, გეყოს, რაც ღალატი აიტანე, რაც ბრძოლებში გაიხარჯე, რაც იწვალე, რაც იტანჯე, ჩემო ზეცავ, ჩემო მიწავ, ღვთისმშობელი მწავს რომ გვიცავს, საქართველო შენ მზეს ვფიცავ, შენს ღირსებას ყველგან ვიცავ, საქართველო გამაგრდიდა, საქართველო გაიმარჯვე, ჩემო მშობლიურ რომ იწავ, გაიხარე, გაიხარო. ჩვენი გადაცემა სრულდება და ერთად დავამშვიდობოთ. ვის? ვის? ეკატერინის.
უღმესი მადლობა ამ სურვილებისთვის, მოწვევისთვის. ძალიან დიდ პატივს გცემ. მიხარია რომ ასეთი კარგი მოსწავლეები ყავს, კარგი სტუდენტები ყავს, წარმატებულები უკვე ნიჭიერები. ვუსურვებ შენს ტელევიზიას განვითარებას, წინსვლას და დიდ მიღწევებს. მიყვარხარ ძალიან და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. უღმესი მადლობა. მოდი სამახსოვრო ავტოგრაფიც დავტოვოთ და ხო? გემოვნებით. მოდით ერთად დავაშინოთ. ნახვამდის. ვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს და აღრის ვიფქება შენ სახლის გარს ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლით და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 0094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა გაბიჭიძე.